დღეს რამაზან ბაირამი აღინიშნება მუსლიმანურ სამყაროში. ეს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მის აღნიშვნას წინერთვიანი მარხვა უძღოდა, რომლის დროსაც მორწმუნეები დღის განმავლობაში საკვებს არ იღებდნენ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ვახშმობდნენ. მორწმუნეები დღეს ბათუმის ორთა ჯამეში შეიკრიბნენ. საზეიმო ლოცვა სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ აღავლინა. დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა მიულოცეს. რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. მარხვა წელს 28 ივნის დაიწყო და დღეს დასრულდა. საზოგადოებას მიულოცავ დიდ დღესასწაული, რომელიც არის მოწოდება ურთიერთ სიყვარულისკენ, ურთიერთ პატივისცემისაკენ, ურთიერთ შემრიგებლობისაკენ, დღესასწაული, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას გაუწიოს დახმარება ერთმანეთს გაჭირვებულებს. რამაზან ბაირამი ერთ თვეს მარხულობენ. ეს არის თვე, რომელსაც განიწმინდება ადამიანი ცოდვებისგან, არის გაჭირვებულზე დახმარება, ფულით იქნება, საჭმლით იქნება, არის მეზობელის, მეგობარის, ნათესავების უთანხმოებაზე, რომელიც არსებობს ადამიანებს შორის, შედეგების თვე არის.